გაუმარჯოს ნუქრები შენდარა მარა არ აქვს ამის უფლება შეიძლება ის დაგვარას უნდა ეცადო ხარ რომ აი ამ პაწეთ უნდა ეკრანიდან მეოთხედი ეკრანიდან საიდანაც წესით ვხატავ ხოლმე უნდა დავხატო ეხლა აქედან ხო და ყველაფერი ატრიბუტები მზად მაქვს ფუნჯი ძირითადი რასაც ვიყენებ მოვეწყე საჭმელი დავდგი ეხლა ნახეთ შევხედავთ და ავიღებთ იმ ფერებს რომლებიც გვჭირდება ყავისფერი კანის ფერი რომელიც გუშინ ვიყიდე თეთრი ჯერ ამას არ გამოვიყენებ რადგან ეს მაქვს ცოტათი შავი რომელიც ნაცრისფერიც მინდა შავი ეს არა მეორე სად არის უკვე გამოყენებული ეს ამის ინაბარავად დარჩენილი ჯერჯერობით ესაკტავდოთ ხელშეუხებელია მოკლედ ის წითელი მინდა რადგან კანის ფერს ცოტა უნდა შევურიოთ რომ ოდნავ ფერი მივიღოთ და მე მგონი დანარჩენი მოვჭით ავიკაპიცოთ ეს რაღაცნაირი ნაჭი ის არის ქსოვილი რა ესე რომ ავიწევ თავისით ნენელა მოდის ისე ეს ხუთი ფერი გვჭირდება ამ საროჭკისთვის მე მგონი სხვა არაფერი შეიძლება ყვითელიც დაგჭირდეს შეიძლება მაგრამ ვიღოთ ის ყვითელი რომელიც ხმარობთ აი ეს წეგანდელი ვიდეოს გამოხმაურების შემდეგ გადავწყვიტე ეს თემა კიდე გავწეწო ცოტა ეს ფუნჯი კონტურებისთვის დანარჩენი ზედმეტი ავიღოთ ტერიტორიიდან ეს სარფეტკი გჭირდება ტელეფონი გჭირდება და შეგვიძლია დავიწყოთ ეს აუ ერთი ბალიჟი წმიდა ვიდმე არა ყავს ახში რომ მოვაწოდოს და რა აი ესე მეორე იმიტომ რომ ხან ესენსი ვარ ხან ცოტა წინ მივიწევი ხან ჩავაცვათ ჩემი მაგი და საროჭკა კოხტად და ლამაზად წყალი აქ მიდევ და დავიწყოთ და თან ვიჭორავთ იქიდან შუქი მიყავს ცუდია მაგრამ თავარია დავიწყოთ პალიტრისთვის თევზი რაღა და თეფშის გამოტანად დამავიწყდა ამიტომ მეზარება მაგრათა დგომა და პალიტრად გამოვიყენებ ერთ-ერთი სახურავი ავიღოთ ეს იყოს მაგრამ ხო უნდა მოდუდღნო არა დაიცეთ ეს წუთი წელაკუტარ არ დაიბადები ეხლავე მოვა ჩემი ძირითადი პალიტრა მოვიტანე ეს არის თეფში რომელიც ჩვეულებრივ ირეცხება და გამოსაყენებლად ვარგისიანია რავი ყოველ შემთხვევაში მე ჩვენიურად ვიყენებ არ დავხოცილვართ არ მოუწამლულვართ ვართ ჯანსაღად და ჯანმრთელი თან ვიჭორავთ თან დავხატავ ოღონ არ ვიცი რამდენად თქვენ დაინახავთ ეს ხო რა ვიღაც არის ეს არის რა თემა გავავრცელოთ მოდი ისევ ბიჭი თუ გოგო ბიჭი გინდა თუ გოგო ხო ეხა ისა ვინმეს არ ეგონოს რომ ჩემ თავზე ვლაპარაკობ ზოგადად გავრცელებულ თემაზე უნდა ვილაპარაკო რადგან მეც მეხება ეგ თემა და ეს ხშირად ჩაქრება ხოლმე და ეგ არ მომწონს და ასევე ბევრ თქვენთაგან შეხებულა და ტრადიციულად ყოველთვის შეეხება იმიტომ რომ იქნება ვიღაცა გამლელი, გამოვლელი, მეზობლის მეზობელი, მეზობლის ბიძაშვილი, ბიძაშვილის მეზობელი და ასე შემდეგ. სადაც განიხილება
შენი აურა ძალიან ბევრი გავაწითლე. შენი ფეხმძიმობა, შენი სქესი, ნეტა რა თუნდოდას და ასე შემდეგ. ბევრ ლაპარაკში გავაწითლე. ახლა დავუმატოთ თეთრი. და აი ვიღაცა რო გაიგებს მაგალითად შენი ბავშვის სქესს და შენ მაგივრად რო ნერვიულობს, ვაიმე კიდე ბიჭი. იმიტომ რომ ბიჭს ხო უნდა სახლი კარი, ბიჭს უნდა ბიჭს. რა თუნდა მარტო ბიჭს, კაცო, გოგოს უნდა. ანუ ჯერ ის მომენტები რა, ანუ გოგო რო ყავთ და რაიცამ თავიდან დავიწყოთ. მაგალითად მე რო მიველი ახოსკოპიაზე და სავარაუდოდ, ორჯერ მითხრე სავარაუდო გოგო და აი ზუსტად ვიცოდი რომ არ იყო გოგო, ხო იცით თქვენ. მაგრამ ბიჭის შემთხვევაში იყო ესეთი კითხვა, ექიმებიდან იყო პირველად. როდესაც მივედი ხგ-ს ანალიზი რო გავიკეთე და შემდეგ ეხოსკოპია. და რო დაფიქსირდა უსულობა, მაშინ მკითხეს. ჩენ არა, ჩენ იტოვებ? რატო არის ეს კითხვა ისე? რატო არსებობს ეს კითხვა ისევ? იტოვებ ლეკვია? თუ ის კატები მე რო შემომისხეს? მე დავიტოვე ის კატები. ანუ ცოტა ისეთი თემაა რა, აღარ მოარსებო, რას ქვია იტოვებ? თან ექიმიც ისე გეკითხება, მართლა ლეკვია? და თუ მე სქესს გაიგებ, ვაიმე, ორი ბიჭი, ვაიმე, სამი ბიჭი რო ყავ კიდე. ამათ სახკარი არ უნდა, ანუ სქესის დატოვება, ლეკვის დატოვება, არ დატოვება განისაზღვრება სახკარით. რა თქმა უნდა სჭირდებათ. ეხლა ვიღაცამ იმას არ ვამბობ, რომ გააჩინო და გააჩინო. რატომაც არ უნდა გააჩინო, უბრალოდ ვამბობ. რომ მიკრო უჭირთ ხო, ეგ უფრო ცოდოობა, აი ყოფილა ეგ შემთხვევა და რა თქმა უნდა. მაგრამ ის რომ სახკარით განისაზღვრებოდა შენი შვილის დარჩენა არ დარჩენა, ეგ არის ძალიან ზედმეტი. ის რომ სქესით განისაზღვრებოდა შენი შვილის დარჩენა არ დარჩენა, დატოვება არ დატოვება, ეგ არის სასაცილო. როგორ კაცო შვილი, გოგო შვილი არ არის და ბიჭი შვილია თუ პირიქით რავი ზოგს როგორ და ზოგს როგორ. არ ვიცი რატო არის ეგ აზროვნება ისევ, იმიტომ რომ იცი რა მაინტერესებს? ეხლა ხომ ყავ ორივე სქესის წარმოადგენელი. თქვენც ხო ყავთ ვიღაცას ორივე სქესის წარმოადგენელი. როგორ გგონიათ ეხლა მე რო ბავშვებს გავათხოვებ? მოდის მოვესწრებ. რო გოგოებს გავათხოვებ, ანუ დამთავრ და გავისტუმრე და მორჩა. ხელებიც დამიბანია. ეხლა ბიჭებს მიხედო ეგ თემა? და რაც მაქვს ბიჭებისთვის მაქვს და გოგოების რო გავათხოვებ всё მორჩა? აი გაზროვნება სანამ იქნება. აი ერთი რომ ექნება 4-ად გავყოფ. ერთი ზომისებს დაურიგებ. ვისაც მეტად დავჭირდება იმასთან ვიქნები. ვისაც არ დაჭირდება მაინც იმასთან ვიქნები. რითიც შემეძლება. ანუ კიდევ ამას მარტო ჩემ თავზე არ ვამბობ. ეს არის ზოგადად თემა. რამდენ თქვენგანს გამოგიuliათ ეგ? რომ მაგალითად ყავს ერთი ბიჭი და არის მეორე ბიჭსაც შენ. აუ კიდე ბიჭი, კაი რა, აი გოგო არ გინდა? გეცადა კიდე. ლატარის ბილეთი უნდა გადაფრთხილო. აი ბიჭიც ხო ყავ გოგოც და რაღაც გინდა. კიდევ ამბობ, ნათესავის მეზობელი რო ნერვიულობს აი მაგ ხალხზე რა. შენ რო ელოდები გაფაციცებით რაღაცა და ვიღაცა რო ამ დროს გეტყვის აი მას და სულ იგავ რომ იახჩო. რა ხალხი ხართ? ამ დროს ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მოქმედებთ
იმ ორსულზე შეიძლება ეხლა მე მაგრად მეცინება ხოლმე და აი ხარ ვიღაცამ იმ ადამიანის გარდა ვინც მითხრა მე რომ იმას რომ ეცი პატივი რა ქვია ასაკს ხო იცით და იმაგის გარდა ვინმე რომ მითხრას კიდე რაღაც ალბათ შევჭამ ოღონდ ისე კი არ შევჭამ მე ნერვები მოვიშა არა მე თქო ხო იცით ნერვებისგან როგორ ავარაცრილი არა მაგრამ ვერც წარმოიდგენთ თქვენი აი ვიღაც მიდიხართ ქუჩაში შეგხვდათ ფეხმძიმე და გაიგეთ რომ ორი შვილი ყავ უკვე ბიჭები და ელოდება ბიჭს კიდე მესამეს და ვაიმე რა თქინდოდ აი რო გავიგე აი ვინერვიულე რომ კიდე ბიჭს რო აჩე დამთავრდა გააგზელე შენი გზა იმან თავისი ვერ აღიქვავთ იმას რა მოსდის როგორ ნერვიულობს იცი თქვენი უაზრო გამოხტომისგან რო არ გეკითხება ჯერ ხო ვაფშე არავის არ ეკითხება ეგ თემა როდესაც ბავშვი უნდა დაიბადოს რაღაცა და ამ დროს ვიღაცა გამოთოთხმეტება ვაიმე შენ ვინერვიულე არ გააჩინო რა იჯან დაგეცი ეს გაუმადგება ყნისფერი ხო და მაგასაც წავიღე მოდი აქ იმიტომ რომ ყავისფერი უნდა დავამატო რომ ამოვიყვანო ჩრდილები ხო და აი რა ვიცი რა რამდენი ხო და იყო მაგრამ არა მკითხე ხალხო გაითვალისწინეთ აღარ უნდა არსებობდეს ყველაფერს საუკუნეს აბრალებთ ხოლმე აი კაი რა 21 საუკუნეში რაღა ესა რაღა გამოდით მაგიმიდან რა ხო რაღა ეგ არის 21 საუკუნეში რაღა დროს გაჩენა არ გაჩენა იმის მაგივრად რომ რა მაგარია და მიდი სულ როგორში ფიქრობდე მაგას ფეხმძიმეს როგორ უნდა უთხრა ეგა ჩემ მეზობელს მე-4 ბიჭია მე-5 ბიჭი ეყოლა ჩემ მეზობელს ხო მე-5 კი მერთმა ამრავლოს მაგაზე ბედნიერი ოჯახი არ მგონია ვინ მიარსებობდეს როგორ უნდა გაივლო აიმე რასაო ფეხლა დღე და ღამე არ დაეძინება ვიღაცას რო ბიჭი ყავს ზედმეტად იმის თვალით ზედმეტად აი როგორ არჩინოს საერთოდ როგორ აი ნერვიულობს საერთოდაც არ ნერვიულობს რა და დააცადეთ იმ ხალხს ვინც გადაწყვიტა რომ შვილი ეყოლოს ვინც გადაწყვიტა რომ გამრავლდეს ნერვიულობთ იმათ მაგივრად განიცდით მალე დაბერდებით მაგრამ ერთი ის არის რომ ხანდახან რა უნდა გაითვალისწინოთ რომ არ იცი ის ფეხმძიმე რა გულისა რამდენად ფსიქოლოგიურად მზად არის შენი გამოხტომებისთვის რამდენად ეტკინება და რამდენი ხანი გაყვება ეგ თქვენი სიტყვები და ოღონდ იცოდეთ არავის აი მე რო ქუჩაში შემხვდები წლების მერე რო ეს ადამიანი შემხვდება ქუჩაში და დავინახავ აი რაუნდ მაშინ უნდა გონება დავკარგო და მეხსიერება წამეშალოს რომ ეს აღარ მახსოვდეს ყველას ახსოვს ის სიტყვები და ყველა იქიდან გამომდინარე გაფასებს მერე იცოდე დააყენეთ დასაყენებლები და გამოხტებით ზოგს ისიც ვიცი რომ საკუთარი შვილი არ უნდა ზედმეტად თქვენ უნდა არჩინოთ თუ გექნებათ მიეხმარეთ თუ არ გექნებათ დააყენეთ საიდან ამოგდით ეგ ისა აზრები და ეგ ფიქრები რომ აი მაგის თქმის უფლება გააქვთ თუნდაც თქვენ შვილთან აი შენ შვილს როგორ უნდა უთხრა რომ აი მოდი გეყოფა რა მართლა რა უბედურობა რა გექნება მიეხმარები არ გექნება და შენთვის ხო არავინ არ აჩენსა რა მე ისიც ვიცი გაჩენილ ბავშვზე რო წამოუძახებით ხო გეუბნეოდი არ გინდოდა ბავშვი ანგელოზია დაბადებული და ეუბნები რომ აი რაღაც აკლია ბავშვს ხო გეუბნეოდი და გონიათ რომ მაგრები არის ამ დროს უნდა გქონდეს უფლება რომ იასიკუდილო ვინმე ვიღაცა იმათ დაისაჯოს რა ქვია სათანადოდ რომ ვიღაცამ დააყენოს მე ასე რომ არა ეგ არ ხო იცი ისა ეგ არ მოსცილდება ეგეთი აზრები ქვეყანას
ეს წითელი საიდან აქვს? არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგება იქ მომენტი, რომ რაირად გინდოდა. ეს პროცესი ყველაზე მეზარება, რომ რაღაცა დავარდება და ნინო რო ახვალ მსახში, ნინო მიდი რა, ნინო მოდი ფუნჯიდან მივარდა. აი აქ სადღაც იყო ცხვირის კონტური, რომელიც დამეკარდა ტერიტორიულად სად არის აღარ ჩანს. აი ახლა ვიპოვე. დავაკვირდეთ, გავადიდოთ როგორი ცხვირი აქვს ჩვენ ვაშკაცს. და შეგვიძლია გავუკეთოთ. ერთი წამით კონტური უნდა განვაახლო. იმიტომ რომ საღებავი რომ წაუსვი, აღარ ეტყობა. დანარჩენი კონტური ისავს დანარჩენს. ხო და ეგ მაინტერესებს რა, ეს ხალხი ხო კარგად ახართ. თუ ვინმე თქვენთაგანს უთქვია კიდე მსგავსი რაღაც და თუ რომელიმე თქვენთაგანს გაფიქრებული აქვს რომ ვინმეს რომ შეგხვდებათ ფეხმძიმე იმის მაგრად რომ მიულოცოთ და არ უთხრათ რა გინდოდაო, ეცადეთ გაითვალისწინოთ ეგ მომენტი და აღარ უთხრათ. ჯერ ის აქ გაითვალისწინეთ რომ საერთოდ არაფერს არ აცვლის თქვენი სიმხრივ რომ ის მაინც გააჩენს და ტყუილა ინერვიულოთ და უბრალოდ თქვენ გაითვალისწინეთ იმის მდგომარეობა რომ ბევრია რომელიც მსგავს რაღაცას, მსგავს გამოხტომას ვერ ხარშავს და დაინდეთ ეგეთი ორსულები. და ნუ აფიქრებინებთ რომ ცხოვრებაში ის გაისაქნეს, რა ქვია. რამე დააშავეს, მაგას ვამბობ. თქვენს წინაშე ვალდებულები არიან რომ დაგიჯერონ ან გააჩინონ ან არ გააჩინონ. 21 საუკუნეა რა. ვერ რაღაცა ჟირო იცით ხოლმე ეს. რაღა დროს ეგ არის და 21 საუკუნეა რა ვიცი კაცო რაღა იმ რაღაცებისთვის არ არის 21 საუკუნე და იმისთვის არის 21 საუკუნე რომ ხო ისაო. კითხვა იყო რა ვიღაცასთან წლების წინ, 1-2 წლის წინ. მე თუ გამახსენე სად იყო კითხვა. ბავშვსაო რატო არ ნათლავო? კაიო რა. 21 საუკუნეშიო რაღა დროს ეგეთებიაო რომ გაიზრდება თვითონ აირჩევს რომელი რელიგია უნდაო. აქ კომენტარს არ ვაკეთებ. ეგ კიდე სხვა თემა, უბრალოდ ვამბობ 21 საუკუნეს რო აბრალებენ ბევრ რაღაცას. თქვენ კიდე. რა ისისა და რა ის ხალხი ვარსკვლავებს ეთამაშება 21 საუკუნეში და თქვენ კიდე. ბოლო-ბოლოდ 21 საუკუნეა დაგვაცადეთ, დავაჩენთ და ალბათ 22 საუკუნეში დავყიდით. რა ეგ აქშულთ? აი. ცოტა წითელი ტუჩები აქვს. ცოტა ოღონდ, ვანარა ცოტა. თორე ცოტას მე ვიცი რას ვუძავ და შეიძლება ჯანრი ლოლაშვილი გავხადო პომადიანი. ვარდისფერის მაგივრად. ცოტა წავა. ამ ნახატს ალბათ ან მეორე ვიდეოში განახებთ, ან Facebook-ზე ნახავთ. თუ ესე სწრაფი ტემპით წავედი მე. ამ ნახატს მოვჩები სანამ და შემოვა და წავალ და შევკერავ მოიწყდება ეგ სიტყვა. პროსტინა არ არის, პიპიამუ არ არის. პილიონკა. პულმახსოვს. რაც თავია პულმახსოვს. მოკლედ ახლა ეს კაცი მორჩა. ანუ სხეული მორჩა, ხელები და სახე მორჩა და ახლა გადავდივართ კაშნეზე, რომელიც არის ნაცრისფერი და დავხატოთ. ეს არის ჩემი ნახატიდან. იმათ სხვა გამომიგზავნეს, მაგრამ ეს არის კონკრეტულად ჩემი ნახატი. შარშანდელი ან შარშანწინდელი, იმიტომ რომ არ გავაწელი რომ მე ეს ნახატი არ გავხატო. და ეჭვი მაქვს ამის Facebook-ზე დადების შემდეგ აუცილებლად კიდე მექნება შეკვეთა.
მაგიტო გავურისკე რა პატარა ეკრანიდან გადახატვა რომ ეს არის წელს რო აღარ დამიხატე იმდენად არა, მაგრამ შარშან ყველა ნაკვთი ვიცოდი ამ კაცის. თვალები რო ამიხვიო და 100 კაცში ჩააგდო ჟანრი ლოლაშვილი ვიპოვი. ესეც რაც ჩამიგდეს ძალიან შავი სურათია. იქიდან გულითაც რომ დომებოდა ვერ გადავიხატავდი. ამიტომ ვარჩია ისევ ჩემი ნახატი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დღეს ივანეს აროჭა დავიწყო და ნახოთ როგორ იქნება საქმე. всё, ეს აღარ მინდა მეტი. ის დიდად აღარ შეგაწყენთ. რადგან ჩემი ვიდეოების დაახლოებით 20-დან 30 წუთამდე მერყეობს ხოლმე. და არ მინდა რომ ამ დიდად გადავაცილო, იმიტომ რომ მეც რო რაღაცას ვყურებ ხოლმე, აი ეს 20-25, მაქსიმუმ 30 წუთი თუ რაღაცაზე არ გამეწელა ხოლმე, არ ვდებ რა და მეც რო ამას ვყურებ, აი ეს პერიოდი ჩემთვის ან საჭმელს რო ვაკეთებ რა, რაღაცა იმას რო გავამზადებ, რაღაცა მყოფნის. ამიტომ გავითვალისწინე, რომ იგივე სიტუაცია იქნება სხვასაც და ძალიან არ გავწელო, გავაზულუქო ვიდეოები უაზრო. უბრალოდ მინდოდა რომ ეს ნერვიული ხალხი რო ყავ გარშემო, რომლებიც ჩვენ მაგივრად ნერვიულობენ, რამდენი გვეყოლება, რა სქესის გვეყოლება და არჩევენ იმას, რომ ბიჭი შვილია და გოგო შვილი არ არის, იმ ხრივ რომ გოგოს გაისტუმრებ და კარგად მეყოლე. მე ძალიან ბევრი გოგო ვიცი სამწუხაროდ. რომელიც ძალიან ბევრ ბიჭს გვერდზე ვერ დაუდგება იმით, რომ იმდენად ულიან მშობლებს ბიჭები, იმდენად გადაყვებიან ზედ, რომელიც გოგო არიზავს კი არ აკეთებს. ასე რომ კარგი გოგო, კარგი ბიჭია. უბრალოდ ისა კაი გოგო ჯობიაო ბიჭსა, კაი ბიჭი გოგოსაო, შვილი ახლა ხო. ისეთის როგორც ყველგან არის, ხო იცი კარგი და ცუდიო ისია რა. შეიძლება ყველა ერთნაირად აღზარდო, ხო? ერთნაირად მისცე შენიშნე ხა როგორ სამი რომ ყავ, იმას ცალკე სხვანაირად უდგები, იმას სხვანაირად მიდგომა სჭირდება, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანები არიან. მაგრამ ის რომ შენიშნას ერთნაირად ვაძლევ, ერთნაირად გაუბრაზდები რაღაცაზე, ეგ მომენტია რა, თორე ის რომ რა ქვია, ვიღაცა მეტად გიყვარს, ან ვიღაცა ნაკლებად რომ იმან მეტად მოგიაროს, ან იმან ნაკლებად ან ეგ დაინგრეს რა, აღარ არსებობდეს, ხო შეიძლება. ძალიან ბევრი ბიჭი იმდენად კარგად უვლის მშობელს, რომ ძალიან ბევრ გოგოს შეშურდება. ასე რომ, აი ეს ბნელი მოსაზრებები და ნერვიულობა, იმ ფეხმძიმეების მაგივრად თუ ის მაგივრადაც ნერვიულობთ, ნუ აი ნერვიულობთ, არ შეიძლება დაბერდებით. დაბერდებით და ის თქვენი ნათქვამი იმას ძალიან დიდ ხანს კი არა, სამუდამოდ გაყვება, რომ შენ მის შვილზეს თქვი, ასე რომ კაი რა კიდე ბიჭი, ან კაი რა კიდე გოგო, ან არა უშავ მე შვიდე ბიჭი იქნება, ან რაღაც. მეც ვცი ხოლმე იგი ხუმრობით. ვიღაცას რომ უნდა მაგალითად სხვა სქესის რა, ან გოგოები ყავ ბიჭი უნდა ამ პირიქით რაღაცა და ხუმრობით დავამშვიდებ. არა უშავ რომ ან მეორეს რო გააჩენს, ან მესამეს და იგივე სქესი რო ყავ და აი გულით რო უნდათ მეორე სქესი და არა უშავ რა თქვი, მე შვიდე იქნება ბიჭი, ან მე შვიდე იქნება გოგო. რატომაც არა. ისეთი ტიპური რომ ექნება, ისეთი ტიპური რომ გვექნება, 4-ის მაგივრად გავყოფთ 5-ად. არის ნერვიულად. აი მაშინ შეგვირჩიეთ გაჩენა არ გაჩენის მომენტები, როდესაც თქვენს კირსეზე დავსხდებით. როდესაც რო გააღებთ ეზოს კარებს, იქ დაგხვდებით რომ მოდი რა, აი ბოდიში რომ მითხარი გააჩინე, არ გააჩინო და გავაჩინე და იქნება ხა მაჭამო რამე. თუმცა არც ის ტეხავს ვიღაცას რო უჭირდეს რომ ითხოვოს და არა მოითხოვოს. ასე რომ ესეთო ხალხო დაწყნადით. ღმერთმა არქნას, მაგრამ ალბათ თქვენც ოჯახში გექნებათ სანერვიულო იმაზე, ანუ სანერვიულო გექნებათ რაღაცაზე და
და მაგაზე ინერვიულეთ რა, რაღაც ხვისაზე ნერვიულობთ, არ შეიძლება, მალე დაბედდებით. ხო და მე თქვენს გარეშე რო გაჩნდნენ ბიჭები და გოგოები, მე სად მიდიხართ? გავფრთხილით რა თავს რა. მე-9-ზე რო გადავალ და მე-10-ზე რო გადავალთ და ღმერთმა ამრავლოს, ვინც მან დამდიავა და სულ გიждები და უყურებ ხოლმე და ვიცი ხალხი მყავს გარშემო ხალხი, ვინც მერვე შვილი ყავდა, ბედნიერესები არიან. რა ვიცი. ბიჭიც აყავთ, გოგოც აყავთ და ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი მათთვის ღვთისაჩუქარია და თქვენ რო ეგ გითხრათ რომ მე ვიყავ მეთქი, ხომ მოკვდით ნერვიულობით, ჰა? მე-7-ე, მე-6-ზე რო თქვენ აყოფილიყავით და თქვენი აზრი გეთქვათ. არ გააჩენდა ისა და დაგიჯერებდა. ასობაში ყავისფერიც გავაკეთეთ. ცოტათი დაგანახეთ და დაგემშვიდობებით. ეს არის ჯანელი ლოლაშვილის სახე, ხელები და ჯემპრი. კურტკას თქვენს გარეშე გავუკეთე. ტავით ბედნიერი დღე ყველას.